ან რისი ვალი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მსოფლიოს უმდიდრეს სახელმწიფოს? ტოპ 3 პასუხი არის ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის. მაგრამ რატომ? მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. წარმოიდგინეთ, დოლარი არის მსოფლიოს სარეზერვო ვალუტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნების უმრავლესობას თავისი რეზერვები აქვს დოლარში. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი ნაწილი. მაგრამ ამ თანხის სეიფში ჩარაზვას მათ ურჩევიათ, რომ დააბანდონ რაიმეში, საიდანაც მიიღებენ საპროცენტო სარგებელს და გაზრდიან საბიუჯეტო დანაზოგს. ხშირ შემთხვევაში ამას აკეთებენ ამერიკის სახაზინო ობლიგაციების შეძენით. და ამ ხერხს მიმართავენ ქვეყნებთან ერთად სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, კერძო პირები თუ კომპანიები. მაგრამ რა არის სახაზინო ობლიგაცია? წარმოიდგინეთ საბანკო ანაბრის პრინციპი. თქვენი თანხა მიგაქვთ ბანკში იმისათვის, რომ მიიღოთ საპროცენტო სარგებელი, მაგრამ სანაცვლოდ ეს თანხა ბანკს აქვს თავის ყოველდღიურ ტრანზაქციებში ბრუნვაში. ასე მუშაობს ობლიგაციებიც. თქვენ ყიდულობთ სახაზინო ობლიგაციას, იღებთ ამაზე საპროცენტო სარგებელს, მაგრამ სანაცვლოდ ამერიკის მთავრობა იყენებს ამ თანხას თავის ბიუჯეტში. ანუ თქვენ ამერიკის მთავრობას ამ სახით აძლევთ ვალს. სწორედ ამ ვალზეა საუბარი, როდესაც საუბრობენ ამერიკის დეფიციტსა თუ ვალებზე. ბუნებრივია, შეერთებულ შტატებს ამის დაბრუნების ვალდებულება აქვს და ყველამ ერთად რომ მოითხოვოს ერთ დღეს ამ თანხების დაბრუნება, ამერიკის ეკონომიკა შეიძლება შეექმნას საფრთხე. ამიტომაც დაინტერესებულია დონალდ ტრამპი, ილონ მასკი თუ სხვა მხარეები, რომ რაც შეიძლება შეამცირონ 35 ტრილიონიანი ამერიკის ვალი. თუ დამატებითი კითხვები გაქვთ, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები და ასევე მაცნობეთ თუ არის მსგავსი საკითხები, რასაც ისურვებდით მოკლე ახსნას.